დილამშვიდობისა რადიო იმედის დილის სპორტულ მიმოხილვას კახა გელაშვილთან ერთად შემოგთავაზებთ. კახა, გამარჯობა. ჩემპიონთა ლიგა არის ალბათ ის ძირითადი ხო, ჩემპიონთა ლიგა. კარგი ამბავით გვაქვს ჩემპიონთა ლიგაზე, მოკლედ გაირკვა ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებულთა მორიგი შემადგენლობები. ახლა დაველოდებით ვინ იქნებიან ისინი, ვისაც ეს გუნდები დაუპირისპირდებიან, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მთავარი PSG-მ მოახერხა გაიმარჯვა და ხვიშა კვარაცხელიას კიდევ ერთი გოლი ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვახსოვს, რომ წინა კვირას, წინა სამშაბათს, როდესაც ეს გუნდები მონაკო და პარი სენ-ჟერმენი შეხვდნენ ერთმანეთს, მონაკო მასპინძელი იყო ლუი მეორის სახელობის ცნობილ არენაზე. ის შეხვედრა PSG-ისთვის ძალზე წარუმატებლად დაიწყო 0-2, თუმცა შემდეგ ფავორიტმა შემოატრიალა მატჩის ბედი 3-2 მოიგო და იმ შეხვედრაში 69 წუთზე შეცვალეს ხვიჩა კვარაცხელია. გაჩნდა ვარაუდი, იყო ესეთი რეალური საშიშოება იმისა, რომ ხვიჩამ ტრავმა მიიღო და სწორედ ამ ტრავმის გამო შეცვალა ლუის ენრიკემ და ესეც იყო პრინციპში და მე იმისში იყო რამდენი ხანი ვერ ითამაშებდა ფეხბურთელი და იყო ვარაუდი, რომ რაღაც ეტაპის გამოტოვება მოხდებოდა, თუმცა საბედნიეროდ გუშინაც აღნიშნე ერთ გამოშვებაში ტრავმა არ აღმოჩნდა სერიოზული. ხვიჩამ მომდევნო შეხვედრაშივე შიდა საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში მიიღო მონაწილეობა და აი გუშინდელი შეხვედრა, რომლის ერთ-ერთი უდაო მთავარი გმირი იყო სწორედ PSG-ს ქართველი ლეგიონერი, გოლიც გაიტანა ხვიჩამ და პარი სენ-ჟერმენმა. მართალია ფრეი თამაშა 2-2 და გაუჭირდა ბოლო წუთებზე, მქონდა ბოლო შეტევაში მონაკოს ანგარიშის გათანაბრების, ორი მატჩის ჯამში შანსი, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა, ასე ვთქვათ, PSG-ისთვის და ხვიჩამ შეუსრულად ითამაშა, ესეც უნდა აღვნიშნოთ. კი ბატონო, და ლიდერი იყო შეტევის ხაზში და ყველა შეფასებაში, აი ტოპ 3-ში იყო ყველა შემთხვევაში. საერთოდ ეს არის მეოთხე გოლი ხვიჩასთვის მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე, რაც რეკორდული მაჩვენებელია კვარაცხელიასთვის. წინა სეზონში 3 გოლი გაიტანა. ამ სეზონში სულ 9 თამაში, 9 მატჩი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, 4 გოლი, მწკინვალი შედეგია, 3 საგოლე გადაცემა ამ გავლით 9 შეხვედრაში. სულ კი ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლის პერიოდიდან მოყოლებული ხვიჩას ანგარიშზე 9 გატანილი გოლია, 7 PSG-ს მაისური, 2 ნაპოლიში. და ასე ვთქვათ, ინარჩუნებს. ეს იშვიათობაა ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ქართული საკლუბო ფეხბურთელებისთვის. სხვათა შორის და პირველ 15 წუთში იყო თუ არ ვცდები, როდესაც მარცხენა ფლანგიდან გამჭოლი გადაცემა გავიდა უკვე მეტოკის კართან და ხვიჩამ რაღაცა წამის მიათედით გვიან დაიწყო რეაქცია და ოდნავ ვერ თითის წვერით, ფეხის თითის წვერით ბუცის თავით გაერტყა ბურთისთვის, დუბლი შეიძლება და ყოფილიყო მის ანგარიშზე, მაგრამ ანუ რამდენჯერმე ეცადა არ გამოვიდა, თუმცა საბოლოოდ სწორედ იქ აღმოჩნდა, სადაც ბურთი დავარდა და სხვათა შორის შეტევის მარცხენა ფლანგიდან სწორედ მან დაიწყო მოქმედება, პასი მისცა ცენტრისკენ და შემდეგ უკვე დარტყმული, რომელიც მეკარე მოიგერია, მან აქცია გოლად, ანუ თავდაპირველად ამ გოლის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა და საბოლოო საერთოდ გუშინ ხო ნახეთ ლუის ენრიკე მარჯვენა ფლანგზე განაწესა ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო მარცხენაზე ბარკოლა იყო გამწესებული. კი, ხვიჩა უნივერსალია, თქვა არაერთხელ გითქვა აღნიშნავს ცენტრში შეუძლია თამაში, თუნდაც უკან წაწეული, ასევე ცენტრ ფორვარდაც ყველა პოზიციაზე, თუმცა მისი საყვარელი პოზიცია მარცხენა ფლანგია. და გარკვეული შეიძლება ის დისონანსი, რაც იგივე შენ აღნიშნე, რომ წამის მიათედი დაავგენა, თქვათ, აი ეს შემოწევა მარჯვნიდან მარცხნივ ცენტრისკენ გარკვეულ, რა თქმა უნდა, ძალისხმევას ითხოვს და წამის მიათედებშია საჭირო. იქ უკვე საერთოდ ცენტრფორვარდის პოზიციაზე იყო ამ შემთხვევაში, როცა მე ვამბობდი. ნებისმიერ შემთხვევაში მიზანი მიღწეულია, გავიდა პარი სენ-ჟერმენი, მერვე ფინალში ხვალ იქნება, დღეს არის კონტინენტ
ტურნამენტის მეორე და მესამე ტურნირების ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის ასევე საპასუხო მატჩები პლეი-ოფის პირველი ეტაპისა, როდესაც ეს მატჩები მორჩება უკვე ხვალ UEFA-ს დაბინაში გაიმართება სამივე ამ ტურნირის მეორე ფინალური ეტაპის პლეი-ოფების კენჭისხრა და ხვიჩას გუნდის პარი სენ-ჟერმენის მეტოქეს შევიტყობთ. უკვე ცნობილია რომ ან ბარსელონა იქნება, ან ჩელსი მეორე ფინალში PSG-ს მეტოქე. ნებისმიერ შემთხვევაში PSG ხვიჩას გუნდი ღირსეულად ითამაშებს, ბუნებრივია არის ამის მოლოდინი, მართალია ისეთი ეფექტური ვეღარ არის PSG როგორც წინა სეზონში, თუნდაც ამ პერიოდში შუა ნაწილში სეზონისა, თუმცა აბსოლუტურად ყველანაირი რესურსი აქვს გუნდს, რომ განავითარო კიდე თამაში. ნახე, აი გუშინდელი მატჩი თუ ვიმსჯელებთ გუშინდელი მატჩით ბარსელონასთან ვერაფერს გახდებიან. ჩელსიც პრინციპში ზაფხულში ადვილი ლუკმა გვეგონა, მაგრამ პირიქით ჩელსიმ გადაყლაპა და მისმა ერთმა ფეხბურთელმა PSG. მე ვფიქრობ, რომ ჯერ ერთი ტკიბზე გაწვნენ. კი დასრულდა გუშინდელი მატჩი 2-2, მაგრამ გოლების საერთო მაჩვენებლით წინა და ამ თამაშის შეფასებით შეჯამებით 5-4 იყო. ანუ კიდევ მატჩის დასრულებამდე ეს გოლი რო გასულიყო ერთი 3-4 წუთით ადრე ვინძლო მეხუთე გოლიც გაეტანა მონაკოს რა. მესმის რომ PSG-ს მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ თავდასხმაში კარგად იყვნენ, თუმცა აი რაღაცა შეკრულობის ის ელემენტი არ აქვს. მე მგონი ლუის ენრიკეც არ იყო თლად კმაყოფილი მატჩის ბოლოს. გასაგებია ეტაპი გადალახეს, მაგრამ ასეთი ფეხბურთით იმ ეტაპზე სადაც გავიდნენ, მე მგონი გაუჭირდებათ. ხო, მაგას მომავალი გვიჩნევს, საერთოდ 1000 მატჩები განსხვავდება, ხო, სატურნირო მატჩებისგან ჩემპიონატის, აი არის ესეთი ტერმინი გავიგია, ხო, ყველაფერი შეიძლება მოხდეს ერთ მატჩში. ეხლა მონაკოს შედარება PSG-სთან დღევანდელი ფორმაციებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ შეიძლება PSG 10 თავით აღემატება, თუმცა ითამაშა ორივე თამაში მონაკომ, სახლშიც და აგერგუშინაც კი მაღალი დონეზე, მაგრამ იგრძნობოდა თითქოს პარი სენ-ჟერმენის მხრიდან, რომ თქვათ ნებისმიერ დროს შეეძლო მომატება გუნდს. თუ შეიძლება ითქვას ეს იყო ერთგვარად თვითდაჯერებულობა, რადგან რის გამოც შეიძლება დაჟილიყო და დაჟილა არაერთი გუნდი, თუმცა რესურსი რომ მეტი აქვს და რომ გასატანი ქონოდა მეტი, მე მგონი პარი სენ-ჟერმენს არ გაუჭირდებოდა უფრო მოგება ზოგადად იმ მატჩის, აქ გუშინდელი მატჩის და არაფერი დასრულება. ვინც დაისაჯა, ასეთი ალბათ იყო, თუ ალბათ დამეთანხმები სწორედ გერმანული კლუბი. ხო, იტალიურს დაიწერა არაერთ გამოცემაში, დღევანდელ დილის გამოცემაში ევროპულში და ჩვენთანაც აღარ მახსოვს მოგვარი. ბერგამოს ატალანტამ იტალიურ ფეხბურთს სახე შეუნარჩუნა. ხო, ესეთი გრანდები დაემშვიდობდნენ, ხო, მილანის ინტერი საერთოდ იუვენტუსიც გავიდა გუშინ. კი, საერთოდ ინტერის ამაზე გუშინ ვისაუბრე და ეს არის უიშვიათესი გამონათება, ასე ვთქვათ, დღევანდელ არსებულ ფეხბურთში, როდესაც აი ასეთი რანგის საშუალოზე, დაბალი რანგის გუნდად განიხილებოდა. ევროპული საზომით. კი, ევროპული საზომით, რა თქმა უნდა, ბოდო გლიმტი, სადაც 8 ფეხბურთელი ძირითადად ის ადგილობრივი ქალაქის ფეხბურთელია, ნორვეგიელია, ყავთ ერთი რუსი და 2 დანიელი ლეგიონერი. ანუ ვთქვათ, გააქარწყლა ის შეხედულება, კიდევ ერთხელ გააქარწყდა ბოდო გლიმტის ამ თამაშმა, ამ შედეგმა, რომ აუცილებელი არ არის მაინც და მაინც ძალიან ბევრი ფული გქონდეს და ვთქვათ, იყიდო ლეგიონერები და ვთქვათ, აი როგორც იგივე ჩვენს ბევრი ვისაუბრეთ ყარაბაღს, სადაც აზერბაიჯანის ჩემპიონის რიგებში უმრავლესობა ლეგიონერია, თან ძალიან ბევრი სამხრეთ ამერიკელი და მიუხედავად ამ იმისა, რომ 3-9 წააგო გუნდმა ნიუკასლთან 2 მატჩი ჯამში პლეი-ოფში გასვლა ყარაბაღისთვის აზერბაიჯანის ფეხბურთის ჩვენთვის დიდი ოცნება და არ ვიცი როდის ახდება ის ოცნება, რომ ქართული კლუბი ჩემპიონი გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ძირითად ფაზაზე და შემდეგ პლეი-ოფზე აღარ არის ჯგუფური ხო, ძირითად ფაზაზე. ხო და აი ესეთი გუნდი როგორიც არის ატალანტა ამ შემთხვევაში ბოდოგლიმტი ამარცხებს მილანის ინტერს. მე გამახსენდა შორეული დაახლოებით 1997 წლის 96-97 წლის
კამპანია იყო თუ სწორად მახსოვს ჩემპიონთა ლიგი, სადაც ტრონჰეიმის რუსენბურგმა ასევე ნორვეგიულმა კლუბმა ჯგუფში ჩატოვა ვარსკვლავური მილანი. ბარეზით ასრულებდა კარიერას, მალდინი, რობერტო ბაჯო ყავდა მაშინ მილანს და ჯგუფში ჩარჩა. აი ეს მილანი ბოლო თამაში სან-სიროზე მილანმა წააგო რუსენბურგთან, რუსენბურგი გავიდა მერვე ფინალში, მაშინ მერვე ფინალიდან იწყებოდა პირდაპირ პლეიოფი და შემდეგ იუვენტუსთანაც ღირსეულად თამაშა სახში ფრედა ტურინში მე ის იუვენტუსი ფინალში გავიდა როგორც ვახსოვს და დორტმუნდთან და წააგო. თან ის იუვენტუსი იყო ისეთი შემადგენლობით რომ რა გითხრა. მაშინ სხვა ფეხბურთი და სხვა ფეხბურთელები იყო სხვა იყო ხო. ნუ მოკლედ ინტერი ასე ვთქვათ ვიხმარა ვთქვათ სამარცხენო თემშდომება ისტორიული 2-5 ბოდოგლიმთან წაღება ორივე სახშის და სტუმრა გასვლაზეც და გამოიწია. რაც შეეხება ტურნირის იუვენტუს სიმართლე გითხრათ გუშინ ძალიან გულშემატკივრობდი მინდოდა იუვე გასულიყო. ძალიან ეცადნენ, მაგრამ თურქებმა კი, ახლოს იყვნენ იუვენტუსმა კი მეორეთ იყო ესეთი ბოლო წლებში, როდესაც რეალთან გვახსოვს სახლში 0-3 და შემდეგ ბერნაბეუზე 3-0 იგებდა, თუმცა შემდეგ პენალტი, ბუფონის გაძევება და რაღაც და საბოლოოდ რეალი 3-1-ით გაძვრა და შემდეგ ლიგაც მოიგო. ეხაც იყო მსგავსი იყო საპირისპიროდ სტუმრად. აი 2-5 იუვენტუს ამ გალათასარაისთან არ უნდა წაიგო. იუვენტუსი არ არის ის აი წაგებამ მოუტანა ეს ამბავი და ძალიან კარგად დაიწყეს აქ. ეს მეორე თამაში შესანიშნავი დამატებითი დრო იყო კიდე გარკვეული იმედი იმისა, თუმცა ვიქტორ ოსიმენმა გადაწყვიტა რომელიც იტალიას და იუვენტუსსაც იცნობს ასე თავისი ყოფილი მთავარი მწვრთნელი სპალეტი და ზოგადად იუვეს არაერთხელ ყავს დამწუხრებული გოლით თუ საგოლე გადაცემით და ამჟამადაც სწორედ მისი გოლის შემდეგ გატყდა იუვენტუსის, ამით ერთი გახდა ანგარიში ბოლოს კიდე ერთი გოლი გაუშვა, საბოლოოდ 3-2 მოიგო იუვენტუსმა, თუმცა 2-5 წაგება და აი ესე ეთიშება იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას. ერთადერთი იტალიური კლუბი, რომელიც აგრძელებს ლიგაში ასპარეზობას, არის ბერგამოს ატალანტა. და არ ვიცი, ძალიან საინტერესო წყვილებს ველით აქვე აღნიშნოთ რომ ბერგამო ისა ბოდოკლიმტისა და ატალანტას შედარება ალბათ ნამეტანი იქნება, მაგრამ დორტმუნდის ბორუსიას მარცხი ატალანტასთან ესეც ისეთია რა, მოულოდნელი ფრიად. ხო, 2-0 ხონდა მოგებული როგორც ვახსოვს დორტმუნდს და მით უმეტეს გამარჯვების ფონზე. ორი მატჩი ჯამში გარკვეულწილად მივიჩნევდით. რა ვიცი 11 კაცი ჟოზე მაურინიოს დაცვითი ფეხბურთი რო ეთამაშეს, გავიდოდნენ მომდენო ეტაპზე პირობით. ატალანტამ არ ვიცი როგორც იტყვიან, უნდა კბილები აჩვენა მატჩის დებიუტშივე უკვე გახდა ცხადი რომ აქ ბრძოლა ბოლომდე იქნებოდა და არანაირი აუტსაიდერი არ იყო წყელში ატალანტა დებიუტშივე. თუმცა გადამწყვეტი პენალტი საბოლოო. კი, ძალიან საინტერესო მატჩი, დრამატულად განვითარდა მატჩის ბოლო წუთებზე, როდესაც ვემზადებოდით დამატებითი დროისთვის პენალტების სერიაც არ იყო, თქვათ შორს თუ ასე დასრულდებოდა, თუმცა ბოლო წამზე ნიკოლა კრსტოვიჩის წინააღმდეგ უხეშად თამაშა რემი ბენსებაინიმ. ხო, იდეაში თავიდან ბურთს მოარტყა მე მგონი ფეხი, მაგრამ როგორ მოარტყა ეს კიდე ცალკე თემა. პენალტი დაინიშნა. ის რა ქვია, კაცვები რა ქვია, ის მოარტყა თავში გაუჩეხა კინაღამთავი და რეფერიმ ვიდეო რეფერიზე მსაჯმა გადამოწმების შემდეგ დანიშნა პენალტი. ხო, მაგრამ იცი რა, ეს ბურთი ისე მოიგერია, იდეაში ამ ფეხბურთს ვერც ხედავდა, მაგრამ ნუ მაინც თავში გაწვა გამოვიდა თორე გადაწყვეტილება არ იყო, გადამოწმდა, თავიდან არ დანიშნა, ხო, გააგრძელა თამაში, შემდეგ ანიშნეს რომ გადასამოწმებელი იყო და შემდეგ დაინიშნა პენალტი და ლაზარ სამარჯიჩმა სერბმა ფეხბურთელმა წინვალე გამარჯვება მოუტანა ატალანტას 4-1. დორტმუნდის ბორუსიას ჰქონდა არაერთი რეალური შანსი გოლის გატანის მატჩში, მსვლელობისას ბავშვური შეცდომები, განსაკუთრებით 2 ეპიზოდი იყო, ნუ არ ვიცი იქ როგორ შეიძლებოდა იქ გოლის გატანა უფრო აცილება უფრო ძნელი იყო ვიდრე გოლის გატანა, თუმცა მოხდა ესე. ასე რომ ხვალ ველით ლიგის პლეიოფის კენჭისყრას, მერვეთ ფინალის და უკვე გვეცოდინება ვის დაუწყლდებიან ეს კლუბები და ასევე გამოვეხმაუროთ რეალის თამაშსაც. ხო, რა თქმა უნდა. მით უმეტეს იმ სკანდალის შემდეგ, რაც ვინისიუსის აღნიშვნას მოყვა და ვინისიუს რო შენიშნა მის პორტუგალიელთა მწვრთნელმა, რომელსაც მე ბევრი აყვედრიდა რომ
შენ უარესებს აკეთებდიო, თუნდაც მისი რეალის მწვრთნელობა გაიხსენეს და ბარსასთან შეხვედრისას ბარსას ხომაგების წინ ესეთი ჟესტიკულაციებით აღნიშნა, თუმცა ჟოზე მოურინიო რომ თავისი კუთხით სიმართლე არ გაუსვას ხაზი და ჩვენ ვიცით რომ ვინისიუსას გაესაუბრა შემდეგ უკვე შენიშნა მის ამ აღნიშნასთან დაკავშირებით და ყველაზე მნიშვნელოვანი რეალი ბენფიკას შეხვედრა უკვე მადრიდული შეხვედრა 2-1 დასრულდა საერთო ჯამში 3-1-იც მოიგეს და გოლი ისევ გაიტარა ვინისიუსმა და აქაც დროშასთან დაახლოებით ისევე აღნიშნა როგორც ამიტომაც დროშასთან მივიდა და ისე არ უცეკვი ხო ანის ისეთი მოკრილობა ბენფიკას დროშასთან თვითონ ბენფიკას დროშასთან ისეთი ხევა არ ქონია როგორც ბენფიკას დროშასთან ქონდა და ჩემი აზრით ძალიან იდეაში სწორი შენიშვნა იყო მაგრამ მე რო წამოაყვედრე ჟოზე მაურინიოს ეგეც ლოგიკური იყო თუმცა ჯანლუკა პრესტიანემ ნახეთ ხო ეს მაისური აიფარა სახეზე და ისე უთხრა რაღაც ეხა არის ხო უკვე ესეთ ტექნოლოგიები განვითარებული რომ პირის მოძრაობით იკითხება რა და ჩვენ შემთხვევით არ ხედავთ ხოლმე როცა ფეხბურთელები მოედანს საუბრობენ პირზე აფარებული ხარ რა თქმა უნდა რომ არ ფეხბურთის კალათბურთის გვინახია რომ მახსენებს ხოლმე მაფიოზებზე ფილმებს როცა მაფიოზებმა ისწავლეს რომ ხელი უნდა ეფარებინათ პირზე რადგან იქიდან სპეცსამსახურებმა მათი ტუჩების მოძრაობით სიტყვების გაშიფრვა და ისწავლეს. მოკლედ დიდი ამბები მოყვა აი ამ პრესტიანის რა ვიცი სავარაუდოდ მაიმუნი დამეძახაო. ხო, ნუ ის სულ მაგას გაიძახის, ასე მეძახიანო და ეხა კაცმა არ იცის ამან რა უთხრა. ხო და თან აღნიშნოთ ის რომ რეალს გუშინ არ ყავდა ძალიან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი კილიან მბაპეს გარეშე მოუწია თამაში მიუხედავად ამისა არ იყვნენ კიდე იგი ფეხბურთელები რეალი ფავორიტი იყო და გაამართლა ეს სტატუსი ბენფიკა არ არის ის დონე რომ თქვა ბერნაბეუზე რეალისტის ეგ მაქსიმუმი იყო რაც გააკეთა ბენფიკამ ალბათ მისთვის. კი უგებდა პირველი გოლი ბენფიკამ გაიტანა გაჩნდა რაღაც ინტრიგა თუმცა მალევე გათანაბრდა დაგარიზე შემდეგ რაც შეეხება პრესტიანის ამ არგენტინელ ფეხბურთელს როგორც ვთქვით გუშინ არ უთამაშია დისკვალიფიკაცია აქვს უეფას-გან და ეს ამის გამო ეს მხოლოდ ეფუძნება ვინისიუსის სიტყვებს ხო დასაბუთებით ვერასაბუთებენ ხო ახლა რა განვითარება მოყვება რომ ისე რა თქმა უნდა დასაგმობია ნებისმიერი რასისტული თქვა გამოვლენა სტადიონ გულშემატკივრების მხრიდან ხო და როდესაც მოედანზე მოთამაშეს ესეთ უარყოფით თუ მართლაც ეს ასე იყო და ხო მაგრამ იცი რა მაინტერესებს ის მაიმუნი თეთრკანიანმა თეთრკანიანს რო უთხრას აი ხო აღარ არის რასისტული აი არ მიიჩნევა რა ყველაფერს შეიძლება აი ჩავკანიან რო თეთრკანიანს ხო არ ვიცი აი იცი რა ეს არის არ ვიცი მაინც პირობითი შეფასების წერტილი ვის საიდან აქვს აქიდან არის ძალიან ცნობილი ისტორიული პიროვნებები შავკანიანები როგორ თქვა რასისტულად ექცეოდნენ თეთრკანიანს. ნუ ფერატკანიანს ხო ანუ ფერატკანიანს უთხრა და ამიტოა, მაგრამ თეთრკანიანმა თეთრკანიანს რო უთხრას ან როგორ ჩათქვი ფერატკანიანმა თეთრკანიანს ნუ ხო ნუ შეფასების ეს ისტორიულად საიდან აქვს შავკანიანების მიმართ მიდიოდა ჩაგვრა ტრადიციულად წლების მანძილზე. არა ეს ფერატკანიანების აღნიშნავენ და გასაგებია ხო რა თქმა უნდა იმის რომ ეს უნდა მოისწოს არ უნდა იყოს ადამიანებს შორის არანაირი თქვათ გამოვლენა ის რასობრივი იქნება თუ სხვა სახის რა თქმა უნდა ამიტომ ეს ფეხბურთი სპორტი ზოგადად რა ის გამოც გვიყვარს სპორტი ეს არის ყოველთვის ჩემზეც მაგალითად მოქმედებს ძალიან დადებითად, როდესაც მატჩი სრულდება ძალიან რთული ბრძოლა, თქვათ იგივე და შემდეგ ერთმანეთს ულოცავენ, ეხუტებიან და მეგობრულად სრულდება ყველაფერი. ანუ სპორტია, რაც არ უნდა იყოს მოგება, სასიამოვნოა, წაგება რა თქმა უნდა, ძალიან სპორტი მართლაც არის ის, რაც აერთიანებს ყველას. კი, აი ეს მოურინიოზე ვთქვით, მოურინიო ახსენე შენ და აი სწორედ მისი, სწორედ კი ძალიან კარგი მსმენელია და ძალიან დიდი მიღწევები აქვს და იგივე ხა ამ კონკრეტულ სიტუაციაში თავის გუნდს და თავისი ფეხბურთელის მხარეს იჭერს და მაქსიმალურად ცდილობდა ნეტფილდად მოქცეულიყო რეალი მაინც უცხო არ არის მისთვის მაგრამ მის დროს განსაკუთრებით რეალში მუშაობის დროს იყო აი ეს ასე ვთქვათ არასაფეხბურთო ზღვარს გადასული გამოხდომები განსაკუთრებით ბარსა რეალი გვაქვს ხო მისი წაკეზებითაც თვითონ
თვითონ მისგან მოდიოდა ეს მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში. მანამდე ჩელსის ესე იყო, ჩელსი არსენალი მახსოვს. ნუ ყველგან ეთყობა ეს მისი ფსიქოლოგიური დამატებითი მუხტის მიცემისთვის შეიძლება ხო ეს არის მისთვის რომ აი მეც თქვენთან ვარ და თქვენ კი მოედანზე იბრძვით მე კი აი ასე. ფეხბურთის თემა რომ ამოვწუროთ და კალათბურთზე გადავიდეთ ამ დარჩენილ დროში უბრალოდ აღნიშნავ და გამოვეხმაურები მიქაუტაძის რა თქმა უნდა შესაძლებლობების დანახვას ესპანეთში თანსად ხო 25 წლის ფორვარდს რომელიც ამდენი ხანია ასე ვთქვათ ცდილობს თავი დაიმკვიდროს ვილიარეალში ძალიან კარგია რომ მან მოახერხა აქ პირველობის მოპოვება და მოკლედ თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. დამსახურებულად კი. და ხა კონკურენცია ესპანეთში როგორია ბარსა რეალის მეტოქეობა და აი ამ გუნდებს შორის აი სხვა რო არ ვთქვათ ვალვერდე იყო ერთ-ერთი მისი კონკურენტი ხო? კი ბატონო. და აი ამ უშუალოდ თებერვლის თვალში 4 მატჩი მე მგონი 3 გოლი რო გაიტანა ესეც აი უკვე ფორმაში შესვლის ალბათ მაჩვენებელი თვითონ მარტო გოლები არ არის მისი მოქმედება მოედანზე ასე ხედვა მოედნის და ისეთი ასე ვთქვათ სრული ჩართულობა რაც ადარჩენიათ როგორც შენ აღნიშნე იმ სპეციალისტებს იმ პროგრამას რომელიც ადგენს საუკეთესოს და ესპანეთში ლა ლიგაში საუკეთესო თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი წარმატება და ძალიან დიდი სტიმული თავად თან ფორვარდისგან 4 საგოლე პასიც არის 10 გოლთან ერთად ესეც ხო ნუ ვილიარეალი ასე თუ კი ჩემპიონთა ლიგა ჩააგდო აშკარად გასაგებია ჩააგდო და ჩვენ ვსაუბრობდით რომ ალბათ მისთვის ასე ჯობია იმიტომ რომ სულ მობილიზაციას ახლა მოახდენს რა თქმა უნდა არა აქვს ახლა ის რესურსი გუნდს რომ ორივე ფრონტზე გააგრძელოს ზოლა თუმცა ასე თუ წავიდა რა თქმა უნდა დიდი ალბათობით გაისადაც ვილიარეალი ჩემპიონთა ლიგაზე იქნება და იმედს ვიტოვებ რომ უკვე უფრო მეტი გვინდა კი საფრანგეთთან წამოვიდა მაგრამ მიქაუტაძე ვფიქრობ უფრო მაღალი დონის კლუბს იმსახურებს აქვს იმის შესაძლებლობა რომ თქვათ უფრო თქვათ ავტორიტეტულად დიდი მის მქონე გუნდში გადავიდეს სადაც უფრო მეტი ტიტულის მოგების შანსი იქნება. კი ბატონო. რა თქმა უნდა ეს პირველ რიგში ჩვენი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია ცალსახად და მოდი ესეც აღვნიშნოთ რომ 28 თებერვალს საკმაოდ მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩი აქვს ვილიარეალს და შეხვდება ბარსელონას. ვილიარეალი შეხვდება ბარსელონას და დღეისთვის ესპანეთის ლა ლიგაში პოზიციონირება ვილიარეალის არის მესამე ადგილი 51 ქულით 60 ქულით მადრიდის რეალი მეორე ადგილზე და 61 ქულით ბარსელონა. გასაგებია რომ პირველი და მეორე პოზიციისთვის ბრძოლა, უკვე ალბათ თითქმის არარეალურია, თითქმის კი არა და არარეალურია, მაგრამ ატლეტიკო მადრიდი 48 ქულით ფეხდაფეხ მოყვება ვილიარეალს და ამიტომაც ვილიარეალის ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგის გარეშე შესაძლებლობების 100%-ით პრემიერ ლიგა რა იყო და ლა ლიგაზე კონცენტრირება მართლაც უზრუნველყოფს იმას, რომ ესენი მესამე ადგილზე გავიდნენ, რაც ცალსახად ჩემპიონთა ლიგის საგზურია. კიდევ ერთხელ აღნიშნოთ, რომ მიქაუტაძე იქნება კვარაცხელია თუ თქვათ კიდეიშვილი, რომელიც დაავირებულეთ სხვა ქართველი ფეხბურთელები, საკლუბო კარიერა მათთვის რა თქმა უნდა, ყველა ვადევნებთ თავს, მაგრამ მათი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ეროვნული ნაკრები, ეროვნულ ნაკრებში უნდა ჩამოვიდნენ ისინი სრულ ოპტიმალურ ფორმაში და ნაკრებისთვის კლუბში მათი წარმატებები სწორედ სანაკრებო ზაობის ნიშანი და საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის პირველ საერთაშორისო შეხვედრას ჩაატარებს 26 მარტს ზუსტად ერთი თვის შემდეგ ისრაელის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ და დღეს იწყება სხვათა შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება 26 მარტს საქართველოს-ისრაელის შეხვედრა და ბილეთების გაყიდვა იწყება დღეიდან აქვე აღნიშნოთ რომ ისრაელთან მატჩის შემდეგ 3 დღეში უკვე 29 მარტს გასვლითი მატჩი ასევე ამხანაგური შეხვედრა კაუნასში ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ და შევახსენოთ მსმენელს რომ ეს მატჩები ეს ორი ამხანაგური შეხვედრა არის
პირველი მოსამზადებელი ეტაპი ერთა ლიგის უახლოესი მატჩებისთვის, უახლოესი როგორც სექტემბრიდან ძალიან, მაგრამ მზადება ეტაპი კალენდარში უახლოესი ეს არის. კახა, მე მგონი 2 წუთი გაგვრჩება და აუცილებლად შენ ვრცლადაც იტყვი შენს სპორტულ გამოშვებებში ამ თემაზე ჩვენ ფეხბურთზე გავაკეთეთ მეტი აქცენტი და კალათბურთთან მიმართებაში ჩვენი ეროვნული ნაკრების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეთ და შემდეგ უკვე განავრცობ საქართველოს ნაკრები ხვალ 27 თებერვალს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა შეატარებს ფარუმში, კოპენჰაგენის გარეუბანში, დანიის ნაკრების წინააღმდეგ. დანია ჩვენი უშუალო კონკურენტია, უკვე ისე აღმოჩნდა 2 ტურის შემდეგ, რომ ჩვენს და დანიას საგები 2 წაგება 2 მატჩის შემდეგ ბოლო 2 ადგილს ვინაწილებთ, სერბეთი უკაცრავად ესპანეთი და უკრაინა პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ, ორივე ნაკრებთან წააგო როგორც საქართველოს ისე დანიამ, ასე რომ ხვალ პირველი გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოს საქართველოს ნაკრებმა. გუნდი უკვე დანიაშია, გუშინ წინ ჩავიდა, პირველი ვარჯიში ჩაატარა გუშინ. დღეს შეუერთდება ნაკრებს თორნიკე შენგელია, რომელმაც გუშინ ითამაშა ევროლიგაზე. თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვირტუს ესტუმრა ბარსელონა და დამარცხდა ვირტუსმა 5 ქულის ხოვობით მოუგო კატალონურ კლუბს. თორნიკე შენგელია რა თქმა უნდა ტრადიციულად ერთ-ერთი საუკეთესო იყო ბარსელონას ქართველი ლიდერი. თუმცა ვერც თორნიკე დაეხმარა ბარსას მორიგ გამარჯვებაში, დამარცხდა ბარსელონა და უკვე დღეიდან გუშინ 16 ქულა ჩააგდო თორნიკემ. 7 მოხსნა ასევე მის ანგარიშზე. დღეს შეუერთდება ნაკრებს და ხვალ უკვე ბაჩია. დანიის ნაკრებთან ამის შესახებ რა თქმა უნდა ვისაუბრებ შემადგენლობაზეც უკვე ჩადიან ყველა ლეგიონერი ადგილზეა და მზადება აქტიურ ფაზაშია. დანიასთან მხოლოდ გამარჯვება ხვალ და შემდეგ უკვე 2 მარტს იმავე დანიასთან თბილისი არენაზე საერთოდ აღარ არის საუბარი, გამარჯვება ფუტბოლის ხვაობით. კახა, მადლობა. დიდი მადლობა ზაზაშე. დილის სპორტული მიმოხილვა დავასრულეთ.